ვიდრე სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდება საჯაროდ და საკუთარ სამომავლო გეგმებს გაგვაცნობს, მანამდე ამ გეგმებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა მას ურჩია, რომ უარი თქვას და გააუქმოს ის ვიზიტები, რომელიც მას აქვს დაგეგმილი საზღვარგარეთ ნოემბერსა და დეკემბერში და რომელზეც უარი უკვე მიიღო მან საქართველოს მთავრობის მხრიდან. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ვიზიტები ნებართვის გარეშე ჩაითვალა როგორც კონსტიტუციის დარღვევა და თუ კი მაინც განახორციელებს ვიზიტებს, ეს კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთის გახსნა იქნება. რადგან პაპუაშვილს მიაჩნია, რომ არა მხოლოდ ეს ქმედება იქნება კონსტიტუციის დარღვევა, არამედ ის თუ კი საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას, რადგან ის ასევე ახსენებს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ახსენებს პრეზიდენტს, რომ მას როგორც პრეზიდენტს კონსტიტუცია უკრძალავს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კონდეს თანამშრომლობა და გაწევრიანდეს რომელიმე პარტიაში. შესაბამისად, ვიდრე რაიმეს იტყვის სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე გარკვეულ მოლოდინებს ამყარებს მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ასევე ამბობს, რომ ის უკვე აღარ განსხვავდება რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისგან. ურჩევ ყველა მის კეთილმსურველს, რომ ურჩიონ მას, რომ არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. ეს არ წაადგება ჩვენს ქვეყანას, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი ხალხის ინტერესებისა, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო სისტემატურად უკვე განზრახ და თუ დაიწყებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს თავისთავად იქნება პრეცედენტი, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება შემდეგ. თავად სალომე ზურაბიშვილი რას იტყვის, ეს ჩვენ არ ვიცით, მხოლოდ გვაქვს მოლოდინი ისევ პოლიტიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით, რომ დღეს მან წესით უნდა გააკეთოს საგანგებო განცხადება, რადგან რამდენიმე დღის წინ, როცა ის ათონელის სასახლეში ხვდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მაშინ იმ დღესვე ითქვა, რომ რამდენიმე დღეში კვირის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი თავად იტყოდა მისი საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ. პოლიტიკოსები კი გვეუბნებიან და საუბრობენ იმაზე, რაც მათ უთხრა დახურულ გარს მიღმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტატუსი წლის ბოლოს. თუმცა ოპოზიციაში არ არსებობს ერთგვაროვანი მოსაზრება სალომე ზურაბიშვილის გეგმებისა თუ მისი პოზიციონირების შესახებ, რადგან ნაწილს მაინც მიაჩნია, რომ მისი დაპირისპირება ქართულ ოცნებასთან არის ხელოვნური და მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ჩვენ უგვეუბნებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენთან ერთად. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ერთად, სალომე ზურაბიშვილი არის ქართულ ოცნებასთან ერთად. რატომ არ ახსენებს ივანიშვილს და კითხვები თუ სასამართლო არ გვაქვს, რატომ არ იწყალებს სააკაშვილს? ეს ორი საკითხია. ამას როცა უპასუხებს, შევიწვით პოზიციას. მანამდე ვილაპარაკებ ისე, როგორც ვსაუბრობ. მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ქმედითი, გადაედგა რეალური ნაბიჯები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის საუბრობს მუდმივად და აქ მნიშვნელოვანია როგორც მისი ვიზიტები საზღვარგარეთ, ასევე იმის განხორციელება, რასაც მას საზღვარგარეთული ვიზიტებზე ეუბნებია, რაზეც რეკომენდაციებია მის მიმართ და ქვეყნის მიმართ გაცემული, ამის ბერკეტები მას აქვს ხელში, ნაწილობრივ თუმცა მაინც აქვს და გამოუყენებლობა მისი მხრიდან ბერკეტების ხო აჩენს კითხვის ნიშნებს ჩვენში. მან რაც გითხრა შეხვედრაზე არის ის, რომ გააგრძელებს საკუთარი მანდატის და უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. პრეზიდენტისთან შეხვედრის შემდეგ და მისი განცხადებებიდან ისაც ჩანს, რომ მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არ მოქმედებს ქართული ოცნების არც მუქარა და არც თავდასხმები, ის აპირებს ჩემი შეხედულებით გააგრძელოს ბრძოლა ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და თავის მანდატის ფარგლებში გააკეთებს ამისთვის ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია პრესამსახური ჯერჯერობით არ გვეუბნება რაიმეს გეგმავს თუ არა დღეს სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადების გაკეთებას, ან თუ კი გეგმავს რა ფორმა ექნება ამას, ექნება თუ არა მედიასაც საშუალება, რომ მას კითხვები დაუსვას, თუმცა გქონდა მოლოდინი, უბრალოდ არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ დღის ბოლომდე გვეცოდინება პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ, რადგან ამას ის პოლიტიკოსები საუბრობდნენ, რომლებიც მას შეხვდნენ რამდენიმე დღის წინ ათონელის რეზიდენციაში. ბევრი
კითხვა არსებობს პრეზიდენტის მისამართით, მათ შორის ეს შეეხება დაგეგმილ ვიზიტებს, რომელზეც მას უარი აქვს უკვე მიღებული საქართველოს მთავრობის მხრიდან, თუმცა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ვიცით, რომ ის არ აპირებს უმოქმედობას, ვიდრე სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა რა ფორმით გაემგზავრება ის ევროპაში, ან როგორ წარმართავს მოკლედ ამ პროცესს, ეს გახდება ცნობილი, თუ კი ის საჯაროდ გამოჩნდება და ამ კითხვებს პასუხს გასცემს.